ბრო! მონიტორს ამაფარებულ ხარ. მამა შენი ყანაში თოხით მუშაობს და გამოიყურება ასე? შენი მეგობარი დღეღამე კეიფობს და ეწევა. ხანდახან კი ტურნიკებზე იწევა და გამოიყურება ასე? შენ კი რა თქმა უნდა ყოველდღიურად ვარჯიშობ, დიეტას იცავ, პროტეინებში მთელ ხელფას ხარჯავ, მაგრამ მაინც ასე გამოიყურები? გენეტიკა საოცარი რამეა, ბრო. ალბათ ბევრი აზრზეც არ ხართ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკა ჩვენს ცხოვრებაში. კი, რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად ვიბადებით და დრო ვითარდებით, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც ვერასოდეს ვერ შევძლით. და ეს არის გენეტიკა. არის, დამიმართლა. მოგიყვანთ მაგალითს. შენ გინდა რომ იყო პროფესიონალი კალათბურთელი, მაგრამ შენი სიმაღლე 160 სანტიმეტრსაც კი არ ცდება. ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს გენეტიკა. თუმცა შეიძლება შენი მშობლები მაღლები არიან, მაგრამ არის ვარაუდი რომ ჯუჯა ბიძას დაემსგავსები. ანდაც მეორე მაგალითი. ანი აკეთებს ჩაჯდომებს სახლის პირობებში, იცავს სპეციალურ დიეტას, მაგრამ მის მეზობელ მარის, რომელიც ყველაფერს ჭამს და არასდროს უვარჯიშია, უფრო გამოკვეთილი დუნდულები აქვს ვიდრე ანის. როგორი გამძლე ნერვები ჰქონია ანის. უფრო კარგად რომ გავერკვიოთ გენეტიკაში, უნდა დავბრუნდეთ 200,000 წლით უკან. და მე დამეხმარება ჩემი ტელეპორტი. გონი ძალიან შორს წავედი. არსებობს ვერსია, რომ როდესაც ჩვენ ჰომო საპიენსები პირველად გავჩდით, მაშინ დედამიწაზე უკვე არსებობდა 6 სხვადასხვა სახის ადამიანი. ზოგიერთი მათგანი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძალით, ზოგი კი გონებით. ბოლო სახის ადამიანი 10,000 წლის წინ განადგურდა, რისი მიზეზით ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია. მაგრამ ის ვიცით, რომ თანამედროვე ადამიანებს გვაქვს რამოდენიმე პროცენტი DNK ნეანდერტალцებისაგან და სხვა სახის ადამიანებისაგან, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ შეჯვარებასაც ჰქონდა ადგილი. ჩემი აზრით, ზუსტად ამიტომაცაა ჩვენი გენეტიკა ასე განსხვავებული. ზოგი ადვილად იმატებს კუნთოვან მასას, ზოგისთვის კი ეს პროცესი კატასტროფულად რთულია. ზოგი ბუნებრივად ძლიერია, ზოგი კი გამძლე. თუ შენ არ გამოდგები ბოდიბილდინგში, წარმატება შეიძლება ფეხბურთში მიაღწიო. თუ ბუნებრივად დაბალი ხარ, შეიძლება იქ მაღალი გქონდეს. ყველას გვაქვს ჩვენი პლუსები. თუ ყველას არ შეგვიძლია რომ გავხდეთ შვარცენეგერები ან ჰერკულესები ძლიერები, ზუსტად შეგვიძლია რომ 1000-ში უფრო მეტი გავხდეთ ვიდრე ახლა ვართ. კიდევ არის ასეთი საინტერესო ვარაუდი, რომ გენეტიკურად ძლიერი და კუნთიანი მამაკაცები მეომრებისგან წამოვიდნენ, რომლებსაც ხშირად უწევდათ ძალის გამოყენება. გამხდრები და სუსტი ძალის მქონეები კი ინტელიგენტების შთამომავლები არიან. ხოდა მე ვიფიქრე, რომ სანამ ვარჯიშს დავიწყებდი, კუნთის ჩრდილის ხომ არ მქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მეფეების შთამომავალი ვიყო. თქვენთან იყო მეფე ბონდო, ჯო ფიტმენი.